Am dromde არ გადმარტავს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რატომ არ გამოაქვეყნა თანამშრომელთა ნაწილის წერილი, რომლითაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა დოკუმენტი, რომელიც ტელეკომპანიამ არ გაასაჯაროვა მედია ჩეკერს კონფიდენციალურმა წყარო მიაწოდა. მას 142 თანამშრომელი აწერს ხელს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერას თხოვენ. გარემოს აღწერისას ხელმომწერები არ ახსენებენ რეჟიმის ზალადობას მედიაზე. იმას თუ როგორ გაუსწორდნენ ათეულობით ჟურნალისტს ფიზიკურად აუზიანეს და წაართვეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. წერილი ციტირებს ეუთოოდილის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა არა იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაშუქებისას ოცნებას მნიშვნელოვანი დროითი უპირატესობა მიანიჭა. რატომ არ გაასაჯაროვეთ ეს წერილი, ეს არის საინტერესო. არანაირ კომენტარებს გაკეთებას არ მოპირებთ, როდესაც თუ საჭიროდ ჩავთვლი რაიმე კომენტარს, ამისთვის არის არხი, რომელზეც მე მუშაობ და იმ არხის საშუალებით გავავრცელებ კომენტარს, თუ ამის საჭიროება იქნება. თუმცა თქვენ ამ განცხადების გასაჯაროებას არ მოისურვეთ და საზოგადოებას აინტერესებს უკაცრავად. თქვენთან რატომ გავაკეთო რამე საკითხზე კომენტარი? ჩემს მაყურებელს მე თავად გავცემ პასუხს, თუ რამე კითხვები ექნებათ. და არსებობს ეს კითხვები ქალბატონო მაია. ეს იყო ელექტრონული შეტყობინება, რომელსაც არ ქონია ოფიციალური განცხადების სახე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მითითებული არის ელექტრონულ შეტყობინებაში. მადლობთ, სულ ეს არის. თანამშრომლების ერთი ნაწილი ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას საზოგადოებრივ მაუწყებელში სარედაქციო თავისუფლების სარედაქციო საკითხებში ჩარევის გამო ამ ჯგუფს აქვს საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა თანამშრომლების მეორე ნაწილი უკვე მხარდაჭერას გამოხატავს მენეჯმენტის მიმართ და იგივე საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. ოღონდაც მინდა გითხრათ, რომ ეს წერილი თავიდან ბოლომდე არის სიყალბე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გააშუქა ჟურნალისტების დევნა, ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმები მათ მიმართ ანგარიშწორება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიციის ხელიდან დაზარალდა მათივე თანამშრომელი, ესეც კი არ გააშუქეს.